პროჭორილელებმა მოუკლეს საზღვარგარეთ სიარულს ძალიან გასაგები მიზეზების გამო. თორემ აგერ აბსოლუტა საგარეო მინისტრად წოდებული ოლეგ ბარციცი ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორე ჩავიდა სირიაში. ვიზიტის ოფიციალური საბაბია დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობა. სოხუმის ინფორმაციით მისი დელეგაცია იქ ახალმა პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარამ მიიწვია პირადად. ბარციცი მართლა დაესწრო ბაზრობის გახსნას, ალ-შარას გამოსვლაც მოისმინა, მერე შეხვდა რუსეთის ელჩს სირიაში და საკუთარ ელჩს, რომელსაც რატომღაც მუჰამედ ალი ჰქვია. ხო, მუჰამედ ალი შეხვდა ბარციცი. თან ყავდა თავისი მოადგილე, თან ყავდა ეგრეთ წოდებული ეკონომიკისა და კულტურის მინისტრები და ნახევარი დუჟინი კიდევ ვიღაც წვრილფეხა სეპარატისტი ჩინოვნიკები. გასაგებია რომ რუსების ხელია. შეიძლება ხელი კი არა თითია, მაგრამ აბსუებისთვის ეგეც საკმარისია. ოკუპანტი და მისი მონასეპარატისტები საკუთარ საქმეს აკეთებენ. კითხვა მათთან არ მაქვს. კითხვა მაქვს იმასთან, ვინც ეს არ უნდა დაუშვას, ვინც თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებთ. თქვენ სად ხართ ამ დროს? ბაშარ ასადი, ვინც ცნო ქართული მიწების დამოუკიდებლობა მოსკოვში შარშან დეკემბერში გაიქცა. 9 თვე ჰქონდათ რომ მოგეგვარებინათ საკითხი ახალ ხელისუფლებასთან და ეს აღიარება გაგეუქმებინათ. ქენით? საქართველოს გადის სოკარის გასცადენი, რომელიც 3 კვირის წინ თურქეთიდან სირიამდე გაგრძელდა. უმარტივესად შეგეძლოთ, ძალიან უძალიანესად ზრდილობიანად, გეთქვათ სოკარისთვისა და მეგობარი ალიევისთვის, რომ ასე არ გამოვა. ან სეპარატისტების აღიარება, ან გაზის გატარება. შანტაჟსაც ვერ დაარქმევ, იმდენად არაფერს ნიშნავს სირიის ახალი ხელისუფლებისთვის ამ აღიარების გაუქმება. თუ არა და პრობლემა ერთი ონკანით გვარდება. ერთი ღილაკით, მართლა ერთი ღილაკით. ერთი მოძრაობით, როგორც თავი დროზე პიპინია ერისთავმა მოაგვარა ერთი პრობლემა. მე საკითხი შემიძლია გადავწყვიტო მარცხენა ფეხის ნაკით. Вот смотрите, голубчик. Так. დაახლოებით ასევე მარტივად და ასეთივე ეფექტით. და თქვენ რატომ ვერ მოაგვარეთ ეს აქამდე? ანის თქვენი მიხეილ ყ რას აკეთებდა თურქეთის პაესტკაში ამასწინათ თლათ ერდოღანმა რომ მიიღო? ორი სიტყვა ვერ უთხრა. ერდოღანს იმხელა გავლენა აქვს სირიის დღევანდელ მმართველებზე, საკითხის მოსაგვარებლად სატელეფონო ზარი და ორი სიტყვის თქმა კი არა, ცალი წარბის აწევა იქნებოდა საკმარისი. სრულიად საკმარისი. ხო და ააწევინეთ ის წარბი თქვენ, რუსებო. ამის თქმა მინდოდა ზუსტად. არათუ თითი არ გაგინძრევიათ, აზრათაც კი არ გაგივლიათ არაფრის გაკეთება. იმიტომ რომ მართლა რუსები ხართ. ბოდიშების შემდეგ ბუნებრივად თქვენ თვითონ გამზადებთ თქვენი ხაზენი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ეს არის ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.